ზოგი გავპრანჭე მეგობრებო, ორი დავტოვე ისე რომ გენახათ, როგორი გამოდის და ორსად შაქრის პუდრა მოვაყარე. შევუდგეთ მომზადებას. მოვამზადოთ პასკის დედა, იგივე აპარა. 500 მილილიტრი თბილი რძე. 1 სუფრის კოვზი შაქარი. 60 გრამი დაპრესილი საფუარი. თუ არ გაქვთ ესეთი საფუარი, შეგიძლიათ გამოიყენოთ მშრალი საფუარი 15-17 გრამი. დავუმატოთ 200 გრამი გაცრილი ფქვილი. ზემოდან დავაფაროთ სამზარეულოს პლასტიკი და დაველოდოთ საფუარის გააქტიურებას. ცომისთვის დაგვჭირდება 7 კვერცხი, რომელიც არის პირველი კატეგორია, პატარები შედარებით ზომით და 5 კვერცხის გული, რომელიც ხო გამზადებული მაქვს. მოკლედ 7 მთლიანი კვერცხი, პირველი კატეგორია და 5 კვერცხის გული. შაქარი 600 გრამი. გავთქვიფოთ მიქსერით. ათქვეფილი კვერცხი და შაქარი გადავიტანოთ დიდ თასში. გავიდა 15 წუთი მეგობრებო, ნახეთ როგორ გააქტიურდა ჩვენი საფუარი. გადავიტანოთ ახლა. გადავურიოთ ერთმანეთში. ორასი გრამი არაჟანი. არაჟანი რაც მაღალ პროცენტიანია, მით უკეთესია. ადრე სუნელებს ვაყენებდი კონიაკში, წელს გადავწყვიტე პირდაპირ ცომში გავუკეთო და არ დავაყენო კონიაკში. არის ჩემი დაბქვილი, უკეთესია, უფრო არომატული გამოდის. 1 ჩაის კოვზი ილი. 1 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი. ნახევარი ჩაის კოვზი მიხაკი. ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი. 2 შეკვრა ვანილი. 1 ჩაის კოვზი მარილი. 50 გრამი კონიაკი. 1 ლიმონის წვენი. 1 ფორთოხლის და 1 ლიმონის ცედრა. 60 მილილიტრი ზეთი. ყველაფერი კარგად გადაურიოთ. ქვილი უნდა იყოს მაღალი ცილის შემცველობის. ეს დატესტილი მაქვს მე სხვა წლებში და ვიცი, ამიტომ წელს გამოვაცხობ ამ ქვილით. ქვილი დაგვჭირდება 1,5 კილო. ქვილი აუცილებლად უნდა გაიცრას. ახლა მოვზილოთ ცომი.
დავუმატოთ 300 გრამი დარბილებული კარაქი. ოთახის ტემპერატურაზე უნდა იყოს რბილი, აი ნახეთ. ესე ხელით უნდა შევაზილოთ. თან მოვზილოთ კარგად. ცომი დაახლოებით ვზილეთ 20 წუთის განმავლობაში. დაველოდებით ცომის საფუებას. მაქვს 3 სხვადასხვა ჯიშის ქიშმიში, სხვადასხვა ფერის, ნახეთ. ყველა არის 100 გრამი, გარეცხილი გასუფთავებული. 100 გრამია ესეც 100 გრამი. ესეც 100 გრამი. ჯამში 300 გრამი. დავაყაროთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი. და კარგად გადაურიოთ. გავიდა 2 საათნახევარი. არ შემიფუთია მეგობრებო თბილად. იდგა ესე თავისთვის, მარტო ჩაისტილო ეფარა თავზე. და შეხედეთ როგორ აფუდა. აი ნახეთ. ეხლა ცომს გადმოვიტან მაგიდაზე. დავასხათ ცოტა ზეთი. ნახეთ როგორი ბუშტებია ნახეთ. ცომი გავიყვანოთ ესე ხელის მეშვეობით განზე. ესე. და მოვაყაროთ ქიშმიში. გადაკეცვაც ძალიან უხდება, ესე გადავახვიოთ. ცომი გადავიტანოთ თასში. დავაფაროთ ისევ სტრეიჯი და დაველოდოთ ისევ გაფუებას. ცომს აღარ ჩავზელ, პირდაპირ გადავიტან ყალიბში. ესეთი ქაღალდის ფორმები მაქვს მე. ცხიმისწას არ ჭირდება. 500 გრამიან ყალიბში გადავიტან 550 გრამ ცომს. ზეთიანი ხელით ამოვიღებ. თუ არ გაქვთ სასწორი, ყალიბის 1/3 უნდა ჩადოთ.
რომ ამოვა პასკის ფორმებში, წავუსვათ ზემოდან კვერცხის გულის და რძის ნაზავი. წავიღოთ გამოსაცხობად. გამოვაწყოთ 160 გრადუსზე ზედაქვედა წვაზე. გავიდა 45 წუთი. შეხედეთ როგორი ლამაზი პასკები გამოცხვა. დავასრულე მეგობრებო პასკების გამოცხობა, სულ დამჭირდა 10 საათი დაწყებიდან დასრულებამდე. ეხლა გვიანია მეგობრებო, ხვალე დილით გავპრაჭავ ჩვენ პასკებს და გაჩვენებთ. გავჭრით შუაზე და გაჩვენებთ შედეგს. გემშვიდობებით ყველას, გისურვებთ ბედნიერ აღდგომას.